თუ სახლში ჭარხლის ფოთლები მაქვს, აუცილებლად ფხლოვანა უნდა მოვამზადო. ხო და დავიწყოთ. ჯერ მოვამზადოთ ასაფუებელი მასა, შემდეგ კი მოვზილოთ ცომი, გადავაკრათ პლასტიკის პარკი და დავაყოვნოთ ამოსაფუებლად. სანამ ცომი ფუვდება, მოვამზადოთ გულსართი. ჭარხლის ფოთლები დავჭრათ წვრილად, გადაურიოთ ხელით დაჭყბეტილი უმარილო სახაჭაპურე ყველი და დავუმატოთ 1 ცალი კვერცხი. ამასობაში ცომი გაფუვდა, ამოვაგუნდაოთ გუნდები, დავასვენოთ მცირე დროით და დავიწყოთ ცხობა. თითოეული გუნდა კარგად გავაბრტყელოთ, ჩავდოთ გულსართი და ვაცხოთ ტაფაზე ორივე მხრიდან გაოქროს ფერებამდე. ხოლო შემდეგ გადავუსვათ კარაქი. თუ ჯერ კიდევ ეს სასწაული არ დაგიგემოვნებიათ, რაღაც უცდით, აბრძანდით, მოამზადეთ და გემრიელად მიერთვით. და რაც მთავარია, ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეთ.